ძალიან კაიფო წიგნია რა. აუცილებლად არ წავიკითხავ. გაგისწორდებოდა. მოგესალმებით ბიჭებო, თქვენი ერთგული მაყურებელი, ახლა დავიწყე ყვავილების ბიზნესიო. Flower-ი გწერს. Flower flow გწერს. მე წარმატებებს გისურვებ. წარმატებებს გისურვებ ბატონო. და რავი, ცუდი საქმე არაა. იმიტომ რომ ნახე ყვავილი არის ყველა ვარიანტში ადამიანს რაღაცა მნიშვნელოვანისთვის ჭირდება რა. ან სიყვარულისთვის ჭირდება და საყვარელი ადამიანის ყველა ვარიანტი საყვარელი ადამიანის ჭირდება. ყვავილი საყილად არ მიდიხარ რომ ეს იმ განდონს უნდა მივწანო. პროჭისთვის არ ყიდულობ ყვავილს. ყიდულობ საყვარელი ადამიანისთვის ყველა ვარიანტი. რატო მის საფლავზე უნდა მივიდე და ვარდი. ყვავილი არ მიგაქ, მიდიხარ რომ დააფსა. ყვავილი მიგაქ, ან საფლავზე მიგაქ და მიგაქ საყვარელი ადამიანისთვის. ან პატივისცემის გამოხატვის ნიშნად მიგაქ, შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის არა, მაგრამ მაინც პანაშვიდზე მიგაქ პატივისცემის გამოხატვის ნიშნად, ან საყვარელი ადამიანისთვის მიგაქ, რომელიც ცოცხალია და გინდა რომ გაახარო ადამიანი ყვავილის ჩუქებით. და ნებისმიერ შემთხვევაში კარგი საქმეა თქმა მაგის მინდა რა, ყვავილს მხოლოდ კარგი განზრახვით ყიდულობს ადამიანი. მე მარტო მიყვარს სუდი განზრახვით ყვავილს არ ყიდულობ მაგის თქმა მინდა რა. მე მარტო მიყვარს ხოთანში რო, აი ეს მოწყვეტილი ყვავილების ისა არ მიყვარს ყიდვა. მოწყვეტილ ყვავილს ვინ ყიდის შეჩემა? ძირითადად თვითონ მზდიან ყვავილებს როგორც წესი. არა, ბუკეტზეა, ბუკეტზე არ მიყვარს, ქოთანში მიყვარს. მეც ეგ. აი, ქოთნის ყვავილის всё, მივხვდი. არა, კულტურაში არ არის ქოთნის ყვავილის შუქება რა. იმ გოგოებს უნდა აჩუქო ყვავილი, ხო ეგრე არის და. ბიჭო, ხო და ეგ არის. ქოთნით რომ მიუტანო ყვავილი შეჩემა. ხო და კულტურაში არ არის. არ მოგცემენ უსინდის. აი, ისთვის მიაქ, მეგობ, აი, გარეწარი ადამიანი ყვავილებს ისთვის ყიდულობს. ისთვის ყიდულობ ყვავილებს შეჩემა. აი ხა. იმიტომ იმ კარგი რაღაცის გოგოსთვის თუ ხლა უნდა მიუტანო და აჩუქო ყვავილი გადაესცე ეს ლამაზად. მოდი ესე გეტყვი რა. არა მოგცემენო შეჩემა რა. რაში მჭირდება ყვავილი შეჩემა ისედაც მეხვეწებიან ბიჭო. მოდი ესე გეტყვი რა. აი მოწყვეტილი ყვავილი რომ მიგაქ, იმისთვის მიგაქ რომ მოგცე. და თუ ქოთნით ვიგაქ, უკვე გაძლევენ. ქოთნით თუ მიგაქ, უკვე გაძლევენ ესე იგი. უკვე გარანტირებული გაქ. არის ეგრე? ხო ეგრეა შეჩემ. აი შესაძლოა. ქოთნით თუ გოგოს ყვავილს ჩუქნი, ესე იგი ან 0 ინტერესი გაქვს, ან შენია ძმაო და თუ ბუკეტს ჩუქნი, ესე იგი გინდა რომ შენი გახდეს. ხო ეგრე? კი, ცოტა ისე ვთქვი ახლა, მაგრამ ხო ეგრე არის. არ არის ეგრე? აბა რატომ მითხარი არ მოგცემენო? ქოთნით თუ მიუტან შეჩემა და გინდა რომ ჩაიჭები, არ მოგცემს უსინდისო ვიყო. პირიქით. რა პირიქით შეჩემა? იქნება და მიქნია და ბიჭო, ანუ შენია. ქოთნით ავედი იმ დღეს და რა მშვენივრად წარიელი ქოთანია იტა. რა ხა მასწავლე შენ ვინოს მოუცემენ თუ არ მოუცემენ. ვაუ, ვინ არის? უძბესო ხალხო, შეტანტასგან რაიმე გამახმაურება ხო არ იყო თქვენი შეთავაზება? არა, მყლეზე მოგვიბეს. ჩვენ ზაფხულში შორის აი იმ ადამიანს ფედერაციაში რო გონდა რომ შეძრომას ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ სეტანტაში ვაპირებთ. მაგრამ მიხვდენ საკუთარ ჩანაპ. აი საერთოდ არ სჭირდება გოგოს რამის მიცემა მაგისთვის, ბიჭის წესიერება და გონიერება ყველაზე დიდი მიზიდულობაა კალისთვისო. მაგრამ შენ რას გაიგებ? რატო გასერიოზულდა ახლა ეს საკითხი? შენ რას გაიგებ? მე კაცის გამოს მე ამის გამოსახენა გეუბნებით, კაცო, გოგოს თვალიდან კი არ გეუბნები, იმას კი არ ამბობ, ყვავილი თუ მიუტანეს გაგიზდება თქო და შეჭრია ხდება მეთქი. არა, ეს ტიპი რო ჭალიჭებს. არა, მე უბრალოდ ის ხოთნით ყვავილს ხო არ აუტანე რა გოგო. ვიცი რა, გოგოს ყვავილი თუ უნდა მე მოუვაროს იმ ყვავილს რა. ხო და ეგ მე ჩავდე ვაზაში 3 დღეში დაჭნა გადავყარე რა არის ეჭო თუ ეგ არის მანიშ აი შენ მაგითი ტესტავ რა ნახე ცარიელი ქოთანი რო აიტანა ამან ეგ იყო რო აი ცარიელი ქოთანი ამიტი ურთიერთობის დასაწყისი ქოთანი და არ ნომს ეს იყო ახლა ყვავილი შარკი აი ძალიან ნომს ამო ჩარგულია და ამოვა ეგ იყო რო აი რამდენად დასრული ტიპი ხარ უკვე და როგორი მზად ხარ უკვე სერიოზული ურთიერთობისთვის რომ აი მიუტანე და ჯერ ნაყოფია რა მაგრამ ესაა ჩვენი სიყვარული ვითო რა კალაიობნებოდა რომ აქ ნაყოფი არის ჩადებული და ეს უნდა ამოვიდეს და გაზარდოს და ერთად უნდა მოუვაროთ ამ ყვავილს მე გულიერი ამ სიტყვებზე მაგრამ თავიდან ეგეთი მართალია ეგეთ პათეტიკაზე მაგრამ ეგ იყო განზრახვა და ეხლა ეს ტესტია რომ ის გოგო თუ მოუვლის ამ გამოზრდილ ყვავილს მაშინ ეს იგი ღირსეული კანდიდატია ტატო